სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წელსაც იმუშავებს. მუნიციპალიტეტში საერთო კრებები რამდენიმე დღეში დაიწყება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის ყოველწლიურად მილიონობით ლარი გამოიყოფა, რასაც თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც ემატება. პრიორიტეტებს მოსახლეობა თავად განსაზღვრავს. ტრადიციულად სოფლის პროგრამები წელსაც ხორციელდება. გუშინ ბატონი მერის მიერ გამოიცა ბრძანება სოფლის პროგრამების დაწყების შესახებ. ისიც რომ რამოდენიმე ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი ეს არის სოფლებში შეხვედრები და პრიორიტეტების დადგენა მოსახლეობასთან ერთად, რომელიც პირველი ეტაპი სრულდება 15 თებერვალს, მერე დაიწყება ალბათ საპროექტო სამუშაოები და თვითონ სამუშაოები. სოფლის პროგრამები ზოგადად გათვლილია სოფელში წვრილი პრობლემების მოსაგვარებლად, ამიტომაც არის თანხაც შესაბამისია 530.000 ლარი ტრადიციულად ალბათ წელსაც ესე იქნება, მაგრამ მერე მერის ბიუჯეტიდან პირამის საშუალება არის გარკვეულ სოფლებში, სადაც მეტია პრობლემები, უმატებთ ადგილობრივი ბიუჯეტიდან. რისი არჩევა შეუძლიათ, არსებობს მაგის სპეციალური ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებების ეხება ეს ყველაფერი. მაგალითად, მაგალითისთვის ერთი რომ მოვიყვანოთ ამბულატორიები და არ შეიძლება ამ თანხის დახარჯვა, იმიტომ რომ ამბულატორიები უკვე ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად და მათი პრეროგატივაა. არის სპეციალური დანარჩენი წყლები, სკვერები, რაღაც წვრილმანი პრობლემების მოსაგვარებლად მოსახლეობა თვითონ გადაწყვეტავს. მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა მოსახლეობის ჩართულობა იმ კუთხით, რომ თვითონ მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს თუ რა პრობლემაა პრიორიტეტული სოფელში მოსაგვარებლად.